ასეთი ლიდერის არარსებობა იყო პრობლემა ოპოზიციის მარცხის? ნუ არ არსებობდა გარკვეული გეგმა. დიახ. Თორსა ყველანი მივდიოდით ამ აქციაზე, ბრუნდებოდით უკან, მივდიოდით, ბრუნდებოდით უკან და არანაირი გამოსავალი, დიდ რაღაც თქონდა დასრულებული იყო, გავიდა ეს დატოვეს მათო მთავრობა თბილისში, რაღაც პარლამენტი ფუნქციონირებდა, რაღაც პრეზიდენტი იყო თბილისში და ნუ არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტი არ ფუნქციონირებდა, გაიტანეს ყველაფერი დედაქალაქიდან და რაღაც გამოსავალი უნდა ენახა, რაღაც გადაწყვეტილებები უნდა ენახა ოპოზიციას, თუნდაც რაღაცა ფორმით ძალაუფლება მაინც აიღოთ, ცარიელი იყო რეალურად ქალაქი, დაგიტოვეს, აიღებდა ძალაუფლება და დაიწყე მაშინ შენ წესრიგის დამყარება. ან სხვა გზა უნდა ენახათ. და მე არაფერი არ შესთავაზეს საზოგადოებას. ეს ამან გამოიწვია საზოგადოების სერიოზული იმედგაცრუება და უკმაყოფილება და ნუ დასრულდა ეს აქციები უშედეგოდ, როგორც ნახეთ. თუმცა თქვენი აზრით იყო თუ არა ეს აქციები შედეგის მომტანი ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირიქით ამ აქციების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, ასევე მან მოახერხა გაძლიერება აგვისტოს ომის შემდეგაც. ბუნებრივია, ყველა კრიზისული სიტუაცია, რომლიდანაც მოახერხებს ადამიანი თავის დაძვრენას და ამ შემთხვევაში ხელისუფლებაზე იწვევს ამ ადამიანის გაძლიერებას. წინააღმდეგობას რო გადალახავ, უკვე გამოდიხარ გაძლიერებული და ეს ბუნებრივია. ხელისუფლებამ გადალახა ეს წინააღმდეგობაც, ნოემბრის აქციების წინააღმდეგობაც, აგვისტოს ომის გადალახა და ყოველი ასეთ მოვლენის შემდეგ ბუნებრივია ის უფრო ძლიერდება. ბატონო გოგა, დღეს თუ ხედავთ ოპოზიციურ ძალებს შორის ისეთ ძალას, ვის გვერდითაც ისურვებთ ყოფნას? ანუ ჯერჯერობით მე რომ მიმეღო ეგეთ გადაწყვეტილება, ეს ცნობილი გახდებოდა ყოველს საზოგადოებისთვის. ნუ ახლა იქნება რაღაც ახალი მოძრაობები, ახალი პარტიები და ვნახოთ რა სიზამენ და შესაბამისად შეიძლება. საერთოდ ორი გზაა დღეს ოპოზიციაში, ძირითადად, ასე რომ ვთქვათ, ანუ ოპოზიციური ძალების ერთი ჯგუფი ემხრობა საარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლას, მეორე ჯგუფი კი ეროვნული დაუმორჩილებლობის გზაზე დგას. თქვენ რომ იყოთ ოპოზიციაში, რომელ მიმართულებას დაუჭერდეთ მხარს? ნუ ეს რეალური რომელია თქვენი აზრით? საერთოდ მიმაჩნია, რომ ყოველთვის პირველ რიგში უნდა ეთქვა არჩევნების გზა. ეს არნიშნავს, რომ ამით ყველაფერი უნდა შემოიფარგლოს, უნდა სცადო არჩევნებით ვითარების შეცვლა ქვეყანაში. თუ არ გამოდის და მე ეჭვმეპადება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გულწრფელად მეპადება მათი ნამოქმედარებიდან გამომდინარე და უახლოეს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, რომ ისინი არჩევნების რაღაცას დათმობენ, მაგრამ ჯერ უნდა წავიდეთ ბუნებრივი არჩევნებზე და ნუ როდესაც იქ ნათელი გახდება, რომ ხელისუფლება ადაპტის დათმობას ადაპტებს თუ ადაპტებს, მაშინ შეიძლება სხვა გზების გამონახვა. ბატონო გოგა, როგორ ფიქრობთ, რითი ჯაბნის დღეს ხელისუფლება ოპოზიციურ ძალებს? ანუ მეტი ინტელექტია იქ, მეტად გეგმაზომიერად მოქმედებენ. ფაქტია, რომ ესე სასწორზე რომ დავდოთ, უპირატესობა ხელისუფლებას აქვს სერიოზული ამ ეტაპისთვის. ნუ ბერკეტები ჯობნიან. მოახერხა. ბერკეტები ქონდა შევარდნაძის ხელისუფლებასაც. არა, შევარდნაძის ხელისუფლება საკმაოდ სუსტი იყო და ამორფული იყო და თავის მინისტრებს ვერ აკონტროლებდა და თუ შეგახსენებთ ვარდების რევოლუციის დროს ბოლოს კობან არჩემანშვილის გარდა გვერდზე არავინ არ დარჩა, მთელმა მთავრობამ მიატოვა. სწორედ ამას ვუხობ, სიძლიერე რისია ამ ხელისუფლების წინასთან შედარებით. ტოტალური კონტროლი აქვს ყველაფერზე დამყარებული, ძალოვან სტრუქტურებს აკონტროლებენ და საკმაოდ ძლავრი სადამსჯელო ინსტრუმენტი აქვს მათ სახით. დაშინებული იყო საზოგადოება ტრილიანად აკონტროლებენ ფინანსურ ნაკადებს. დღეს საქართველოში ძალიან ძნელია დააფინანსო სერიოზულად ოპოზიციური მოძრაობა, ეს სერიოზულ პრობლემებთან და რისკებთან არის დაკავშირებული და ეს ბუნებრივია, ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ძალიან რთულია ახლა ჩვენ საუბრობთ და ვაკრიტიკებთ ხო ჩვენ ოპოზიციურ მოძრაობებს, ბუნებრივია, მაგრამ ეს ჩვენი გულის ტკივილია, გვინდა რომ ისინი ძლება მათ რეალურად აქვს სერიოზული სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, რის გამოც მათ ისინი ვერ ვითარდებიან ისე როგორც ჩვენ გვინდა. და ნუ ამ პრობლემებს მათ უქმნით ხელისუფლებიდან. ხელისუფლებას აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები ამის. ბატონო გოგა, ზურაბ ჟვანია რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში?
როგორი იქნებოდა სიტუაცია? ზუდაბჟვანია შემთხვევით არ არის ამ ქვეყნა, არა თუ ხელისუფლებაში არ არის ამ ქვეყნა. ყველაფერი ეს რაც მოხდა საქართველოში რომ განხორციელებულიყო, ამისთვის ზუდაბჟვანია ცოცხალი არ უნდა ყოფილიყო. ის ცოცხალი რო ყოფილიყო, ეს ბუნებრივი ასებად განვითარდებოდა მოვლენები. სულ სხვა ქვეყანაში ვიცხოვდებთ. ამიტომ იყო საჭირო ზუდაბჟვანიას მოცილება და შედეგს დღეს ვაიგინკი. როგორი ქვეყანა უნდა და ზურაბჟვანიას საქართველოს რომ ყოფილიყო? ვინ და თქვენ და იცოდეთ ამის შესახებ? თქვენ ძალიან კარგად იცნობდით ჩემ ძმას, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგად საკაცობრიო ფასეულობები, რომელზეც დგას დღეს საერთოდ ცივილიზებული სამყარო, ეს არის თავისუფლება, ეს მასმედიის თავისუფლება, ეს თავისუფალი საზოგადოება, როდესაც ადამიანი არ ეშინია ყოველდღიურად ვიღაცა რაღაცას სახელმწიფოსი არ უნდა სახელმწიფო მანქანის არ უნდა ეშინოდეს ადამიანს და რაც ვთქვათ ეს უნდა დაყოფილიყო ელემენტარულად თავისუფალი და მატერიალურად წელგამართული საზოგადოება. ანუ აქ ეკონომიკა ლაპარაკი იყო რომ თავისუფალი ეკონომიკა უნდა ყოფილიყო, ეს ნიშნავს იმას რომ ადამიანებს ექნებოდა სამუშაო ადგილები, შემოსავალი და ასე შემდეგ. და ესენი სამწუხაროდ ჩვენთან ხდება სრულიად საპირისპირო. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ტოტალური კონტროლი დაამყაროს ყველაფერზე. მასმედიაზე ხელისუფლების სკოლაში პირამიდა არის შექმნილი და უშუალოდ პრეზიდენტს ემორჩილება ყველა ბიზნესში რაც ხდება ყველანი კარგად ხედავთ. თუ არ ხარ შესაბამისი გუნდის წევრი სერიოზული პრობლემები გექნება. თქვენ ბიზნეს თუ ქონია რაიმე პრობლემა ბატონო? არა, ჩემ ბიზნეს ჯერად ქონია პრობლემა. რაც შეეხება ზურაბჟვანიას მეგობრებს, რომლებიც დღეს ისევ არიან ხელისუფლებაში და მორგებულნი არიან იმ სისტემაზე, რომელიც არსებობს. როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცეოდნენ ისინი ზურაბჟვანიას სიცოცხლეში? ზურაბჟვანიას სიცოცხლეში, ისინი იქნებოდნენ ზურაბჟვანიას გუნდის წევრები ალბათ და იმოქმედებდნენ მის ხელმძღვანელობით ძალიან ნაყოფიერად და როდესაც დაკარგეს მათ საყრდენი ზურაბჟვანიას სახით მათ აჩეს პირადი კეთილდღეობა. მათ სხვა ნაბიჯი რო გადაედგათ, ალბათ სერიოზული პრობლემები ექნებოდათ. არ მინდა რა თქმა უნდა კონკრეტულად დაასახელოთ, მაგრამ უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს. რომელიმე იყო ჟვანიას მეგობრებს შორის, რომელიც მისი ერთგული დარჩა, ანუ არ მოერგო სიტუაციას. ასეთები არიან? კი, არიან ბუნებრივია, მაგრამ თქვენ თუ პოლიტიკურ სპექტრში გულისხმობ. მის პოლიტიკურ თანაგუნდებში ადამიანები, მაგრამ ესე პირველ პლანზე მყოფი ადამიანები, ვინც უშუალოდ ზუდას უახლოეს გადამოცვათ ითვლებოდნენ, პრაქტიკულად ხედავთ ყველანი დღეს თანამშრომლობენ მიხეილ სააკაშვილთან. და ბოლოს ბატონო გოგა მაინტერესებს საერთოდ როგორ ცხოვრობს დღეს ზურაბჟვანიას ოჯახი? ნინო ქადაგიძემ რამდენიმე დღის წინ თქვა გავჩერდი, იმიტომ რომ მივხვდი ძალიან დიდ ძალას უნდა დავპირისპირებოდი. რომელთანაც ან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გამემართა და გირგვლიანის დედასავით შევკვდომოდი, ან კიდევ შვილებისთვის მიმეხედა და მათ მომავალზე მეზრუნა. ბოლო ვარჩევ ფიქრობ ზურაც მოიწონებდა ჩემს არჩევანს. როგორ ცხოვრობს დღეს ჟვანიას ოჯახი? როგორ გითხრათ, ახლა ნინომ სწორი არჩევანი გააკეთა, 3 ბავშვი ყავდა გასაზრდელი. დიახ. ცხოვრობთ, ცდილობთ გავნახოთ გამოსავალი, თორსა საბრძოლია ვიბრძვით. როდესაც პაუზის გაკეთება მიზანშეწონილი, რაღაც პაუზას ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით ადასთვის, რაც გავჩერდებით. და არც იმას გამორიცხავთ, რომ შეიძლება ისო პოლიტიკაში გიხილოთ. არა, მე არაფერს არ გამოვირიცხავ და ადასდოს არ მეთქვია, რომ მე რაღაცა პროცესებს გავერიდები. ადასდოს არ გავერიდები ამ პროცესებს და თუ მე დავინახავ, რომ მე შემიძლია რაღაცა შევძინო ამ პროცესს და რაღაცა სარგებელი მივიდა, ახლა ჩემ თვითმიზანი პოლიტიკაში ყოფნა ნამდვილად არ არის, არ ვარ საერთოდ იმ ტიპის ადამიანი, რომელსაც პოლიტიკა სიამოვნებს. ზოგადად მოღვაწეობდა პოლიტიკაში ამ სიამოვნებდა მე სიმართლე გითხრათ და მერჩინა სხვა საქმე ყოფილიყო დაკავებული და რაც მე მაქვს მაგის დიდი სურვილი პოლიტიკით დავკარგე თუ დავინახე რომ ჩემმა მონაწილეობამ და მე სარგებელი შეიძლება ამ პროცესებში მოიტანოს აუცილებლად მივიღებ მონაწილეობა. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო გოგა ჟვანია, დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალ 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს დროებით.